ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ხერსონის რეგიონებზე მიტანილ იერიშს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 3 მოქალაქე დაიღუპა, ხერსონის ოლქში კი 2. როგორც ამბობენ რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე ლოკაციაზე საცხოვრებელი ადგილების სოციალური და საკვანძო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. რუსეთი თავდასხმებით ცდილობს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას, სწორედ ამ მიზნით ბომბავს დაუნდობლად უკრაინის რეგიონებს. შაბათს ქვეყნის საავიაციო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეული საფრთხეების გამო ქვეყნის რამდენიმე აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შაბათს მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 4 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ აეროპორტშიც დროებით შეჩერდა ფრენები.